გამარჯობა, მე ვარ ოლიკო ცისკარიშვილი, ეთერშია გადაცემა სანიშნე. ჩვენთან დღეს სტუმრად არის ძალიან საინტერესო ადამიანი, პოეტი შორენა თალაკვაძე, რომელსაც იცნობენ როგორც ოშოს. და ამიტომ მეც ოშოთ მოგმართავ თუ შეიძლება. კი ბატონო, რა თქმა უნდა. გამარჯობა ოშო. მოგესალმებით. მადლობა დიდი სტუმრობისთვის. მივესალმები თქვენს მსმენელს, მაყურებელს და წარმატებებს უსურვებ. გაიხარე, მადლობა დიდი. გაიხარე. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ეს გადაცემა ყოფილიყო გარკვეულწილად რაღაც სამკუთხედის მაგვარი, კითხოს, წერალსა და წიგნ შორის და გვესაუბრეთ წიგნებზე და თავად ავტორებზე, მწერლებზე, ამიტომ მითხრათ ხოლმე ბავშვობით. როგორი იყო ოშო ბავშვობაში? ოშო საიდან დაგერქვა და როგორ დაგერქვა? ბავშვობაში ოშო იყო ალბათ დიდობაშიც გაგრძელდა ეგ. აი ხოგულწრფელად საუბრობ. რაღაცა გადაება რაღაც თავის. ძალიან მოძრავი, ძალიან ცელქი, სიცოცხლის და ადამიანების მოყვარული იყო ბავშვობაშიც და დღემდეც ეს ასე ვარ და ოშო დამარქვა მამაჩემმა ძალიან ხმა ბავშვობაში კი არა და აი ცოტა ხელში რო აიყვანს მამა შვილს და უკვე მოფერებას შეძლებს იმ დროიდან და იმდენად მიყვარს და იმდენად ორგანულია რომ მერე რომ მამაჩემი გარდაიცვალა შემდგომ პერიოდში როცა მოღვაწეობა კი არა და წერა დავიწყე და უკვე კრებულები გამოვეცი რაღაცნაირად ფსევდონიმად ავიღე ეს ოშო, მაგრამ ფსევდონიმიც არ არის რაღაც ჩემი ორგანული მეტსახელია თუ ზედმეტსახელი. ანუ არაფერ შუაში არ არის, არაფერ შუაში არ არის. ის ოშო სად იყო მე რო ოშო ვიყავი. ასე ვამბობ, იმიტომ რომ მართლა ჩემ მეხსიერებაში, ჩემ ცნობიერებაში სანამ ის ოშო შემოვიდოდა მე უკვე ვიყავი ოშო და ამიტომ საერთოდ არაფერ შუაში არ არის. მაგრამ ოშოს ეს სახელის კომბინაცია რაღაცნაირი შორენა და ამიტომ დაგაინტერესა იმ ოშომაც. მე დამაინტერესა ხო, აბარა, იმიტომ რომ ის ოშო რა ისეთია რა. და უადვილებს ადამიანებს რაღაცებზე ფიქრს და რაღაცებზე აქცენტებს. ეხლა წავიღე სხვათა შორის. რამდენი ხანია ვეძებ თოგვის მაცვალს და შენთან რო დადე იმ დღეს გადავირიე რომ მეთქი ჩემია. ოშო, რაზე ოცნებობდა პატარა ოშო? ეს არასდროს არავის არ ოკითხავს სხვათა შორის. რა იყო იცი? ძალიან დიდხანს, აი ამ ბოლო, აი დღემდეც კიდე რა, ასე მგონია რომ აი ყველაფერი წინ არის, ყველაფერი საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს, ადამიანს გადახდეს, ადამიანების გაცნობა იქნება თუ ისტორიები იქნება თუ ოცნებობდა აი ეს კონკრეტულად არაფერზე არ ვოცნებობდი. ცოტა მოგვიანებით ჟურნალისტობა მინდოდა. ოცნებაც არ იყო, მაგრამ მიზანი იყო ერთგვარი და ესეც იქიდან გამოდიოდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა იმდენად მიყვარდა, რომ ეს ძალიან დიდი მრავალფეროვნების შესაძლებლობას მაძლევდა ეს პროფესია. ავიხდინე, კი, უბრალოდ მე ისე აღარ დაალაგდა პროფესიულად. მე კი ავიხდინე და ამისი შესაძლებლობა მივეცი ჩემ თავს. ჟურნალისტი ვარ, უნივერსიტეტი დავამთავრე, სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტელეჟურნალისტი ვარ, მაგრამ შემდეგ აღარ განვითარდა ისე, მეც ალბათ აღარ მოვიდო მე ძალიან. ისე დაალაგდა ოჯახური მდგომარეობაც რაღაც ისე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვთვლი, აი დანაკლისად არ მაქვს, რომ რაღაც ხინჯად მქონდეს, რომ ვერ ავიხდინე. ოშო, უფრო პოეტად გიცნობენ, ხო? რამდენი წიგნი გაქვს გამოცემული? 2 კრებული მაქვს და ალბათ შემოდგომის ბოლოს უფრო გამოვუშვებ დავბეჭდა მესამეს და აუცილებლად დაგპატიჟებ პრეზენტაციას. იმედია მოვახერხებ, იმიტომ რომ ის ორი ისე კოვიდობის პერიოდი იყო, ცოტა რთული დრო იყო და ონლაინ გაიყიდა, ონლაინ გავაცანი საზოგადოებას და აი ესე უშუალო მსმენელთან შეხვედრა არ მქონდა ჩემი კრებულებით და იმედია ამ მესამეზე მეკნება. ოშო, როგორ დაიბადა ოშო პოეტი? ოშო პოეტი. იცი რა, რაც თავი მახსოვს, აი ღრმა ბავშვობიდან არა, ცოტა მერე მოწიფულობის ასაკიდან, აი დღიურებს მუდმივად ვწერდი, მუდმივად ჩანახატებს ვაკეთებდი ჩემთვის რაღაცებს, იმდენად მიადვილებდა მე ცხოვრებას, აი საკუთარ თავთან რო გაქვს აუდიენცია რა და რაღაცებს უზიარებ მე იგივე შენს მონათხრობს რო გადახედავ, აი უფრო სხვაგვარად შეჯამებას უკეთებ ყველაფერს.
მე დავწერე პირველი ლექსი, არც მახსოვს როდის დავწერე, მართალი გითხრათ რა. მაგრამ აი სერიოზულ პოეზიაში შემოვედი ერთი ლექსით. ერთი ლექსით არა, ამ ლექსით მე გავხსენი, რომ ჩავთვალე, რომ მე რაღაც გამომივიდა და მე უკვე ლექსი როგორ არ მახსოვს ეს. ჩემი პირველი კრებულის უკანა ყდაზე არის როგორც გამორჩეული ლექსი. თუ წვიმის ხმაური უხეში ფონია, დაღლილი ქუჩების აღკვები ფორი აქვს, დღე ხელში ყინულის ნატეხი გონია და ხელის გული რომ გულის ტოლია, თუ ასე გონია, შენი გზა გულამდე ძალიან შორია. ოშო, შენი პირველი მკითხველი ვინ არის? ჩემი პირველი მკითხველი ამ ეტაპისთვის და ზოგადად არის ჩემი ქმარი. ხო ეს მეკითხა მეორე კითხვა რომ ოჯახი როგორ უდგება შენ პოეტობას? იცით როგორ არის? არც მეგონა რომ ზურას ასე უყვარდა პოეზია ზოგადად. და მე რომ წერდი, ჩემთვის წერდი. ეს ძალიან საინტერესო ისტორია გამახსენე ახლა. ჩემთვის წერდი, დავწერე, დავდე და ეს კითხულობდა. და მე თქვა რომ ეს ისეთი ლექსებიაო, ამანუ აუცილებლად სისინათლე უნდა ნახოსო და ჩემ ზურგს უკან მოძებნა რედაქტორი, მოძებნა გამომცემლობა. და ეს ჩემმა მეგობრებმა რო გაიგეს ჩემი პირველი კრებული გამოვიდა ჩემი მეგობრების ფინანსური მხარდაჭერით. ჩემი ქმარი და ჩემი მეგობრები, აი ჩემი უახლოესი ხალხი, რომლებსაც მოწონდათ ჩემი პოეზია და აი ეს ყველაფერი მე საერთოდ არ ვიცოდი. და სხვათა შორის ალბათ იშვიათობაა ესეთი რამე. პირიქით ქმნები მოიცა მოგცლია და აი რა გაგიჟებულ ხარ და პირიქით და ისეთ მაღალ შეფასებას აძლევს. გაგმართლებია. ისეთ მაღალ შეფასებას აძლევს ჩემ პოეზიას, რომ ძალიან უხერხულში მაგდებს ზოგჯერ. ხო და ეს პირველი მკითხველი ყოველთვის. აი ეხლაც დავუშვათ სოციალურ ქსელში რაღაც დავდე. ეგრევე შემოდის. აი არ ვიცი, მისდის ალბათ ინფორმაცია და ნახულობს და ერთი წუთის შუალედში ალბათ შემოდის. იქ ერთი ასო აკლია, იქ არასწორად არის, ჩაასწორე. ანუ პოეზიის მხრივ კი არა ტექნიკურად უცხო თვალით რომ კეთილი მრჩეველია შენი. კი, ძალიან კეთილი მრჩეველია და ძალიან ამაგიანია და ჩათვალეთ, რომ ჩემი პოეტად შედგომის, აი როგორც ასეთი საზოგადოება რო იცნობს ეხა ჩემ პოეზიას, ეს ზურას დამსახურებაა ლომისწილი. აი როგორია გზა, წერტილს რო დასვალ და მერე უკვე რთულია ხო გამომცემლობის მოძებნა, იქ რედაქტირება, იქ დაკაბატონება, აი როგორი იყო მე გამომართლა მაგ ხრივ, რომ მე კორექტირებას მიკეთებ ჩემი მეგობარი ფილოლოგია, ისა გასწორების ცენტრში აბიტურიენტებთან მუშაობ, ანუ პროფესიონალი გოგოა და ის მიკეთებს კორექტირებას, გამიკეთა უბრალოდ ამ ორ კრებულზე, ეხა მესამეზე ჯერ ალბათ ისევ მაგას მივაკითხავ. ჩემი წიგნების რედაქტორი არის ორივესი ქავატონი ცირა ბარბაქაძე და მოძებნა მე აი ზურამ იმუშავა მაგ საკითხზე ხო გეუბნებით მე მარტო დავწერე იმის იქეთ ვინ რედაქტორი ვინ კორექტორი ის ჩემი მეგობარიც ზურამ მიაწოდა იმას რომ აი მოდი ასე გავაკეთოთ და მე გამზარეული კრებულები მომართვეს და ერთი არის დაბეჭდილი პრინტში მეორე არის მერიდიანში. აი როგორ იბადება შენში ლექსი? საიდან მოდის? ქმედებიდან, განწყობიდან, საიდან? სიტყვიდან? აი მაგალითად ემოციურად, რასაც ძალიან მაღალი მუხტით მივიღებ, აი იქიდან იბადება ლექსი. ქმედებაც არის ეს, ვითარებაც არის, გარემოებაც. შენი აზრით რა აკლია დღევანდელ ქართულ ლიტერატურას? როგორ? რა აკლია დღევანდელ ქართულ ლიტერატურას? კითხველი ყავს ქართულ ლიტერატურას, მაგრამ რა აი სათანადო რაოდენობის და სათანადო ინტერესის მქონე მკითხველი აკლია. და შენი აზრით რამ გამოიწვია ის, რომ მკითხველთა რაოდენობა შემცირდა? რა უნდა გავაკეთოთ ავტორებმა, რომ უფრო მეტ მკითხველამდე მივიდეთ? ეს როგორ არის, იცი? ალბათ ძალიან რეიტინგური რო გახდება რაღაც წიგნი, ეხა უცებ მახსენდება ნინო ხარატიშვილის მეცხრე სიცოცხლე. მერვე სიცოცხლე. და იმხელა რეიტინგი ქონდა და აი სადაც კი მივსულა ყველგან ისეთი რაოდენობით იყიდებოდა, რომ არ ამგონია ხა ის საზოგადოება, ვინც ამას ყიდულობდა,
იმედია კითხულობდა, მაგრამ ისეთივე აქტიობით იყიდონ სხვა, მაგრამ ალბათ რაღაც თუნდაც 1-2-3 ლექსი რომ მოეწონოს შენი, ან 1-2 მოთხრობა რომ მოეწონოს, მე ალბათ სადღაც დაინტერესდება, რომ მოდი სხვაც წავიკითხო და შეიძლება იყიდოს შენი კრებული. შენ როცა წერ ლექსს სოციალურ ქსელში აღწერლებ? ფაქტიურად ვარ სოციალურ ქსელში თავს. რო შეინახო მიცი. არა, როგორ როდის ვავრცელებ, იცი? როცა უკვე ამ ლექსს რაღაცა ასაკი აქვს, რაღაც პერიოდის, ერთ დღის და ერთი საათის ლექსს არ ვავრცელებ. მე რაღაც შევხედავ მეორე დღეს. სხვათა შორის ერთი ძალიან ცუდი თვისება მაქვს მე, რომ ლექსს რო წერ, მეორედ და მესამედ რო ვკითხულობ, ვთვლი რომ ის იმ ემოციით დაიწერა და ის ისე უნდა იყოს. ნუ არ ვთვლი, ეხლა არ ვისმობ ტექნიკურ, აღარ უბრუნდები, აზრობრივად აღარ უბრუნდები. უბრალოდ ტექნიკურად ეხლა შეიძლება იქ რაღაც სხვა ფიქრებში ხარ და იქ დავუშვათ მიცემითი და ნათესაობითი გაგეპაროს და ის დაარეკორექტირო. ან ასო გამოგრჩეს, ან მძიმე და პუნქტუაცია რა და ამ შემთხვევაში ხო და ისე აზრობრივად არ ვუბრუნდები. ის რაც დაიწერა, ის ისე. ოშა, შენ ხარ ერთ-ერთი გრან-პრის მფლობელი, მოგვიყევი ამაზე. ეს იყო ძალიან მოულოდნელი და ძალიან უცნაური საერთაშორისო ფესტივალი იყო, რომელიც დააორგანიზა პრემია ივერია ბატონმა ნუზარ ჭიაბერაშვილმა და მითხრეს რომ მივაწოდო ჩემი კრებულიც, მივაწოდე მეორე კრებული ლანდების ხვენში. და მე რა თქმა უნდა მივედი ამ ღონისძიებაზე, სადაც ხდებოდა დაჯილდოება და საერთოდ არც მიფიქრია თან, ისე მოხდა რომ თითქოს წინას არ ვიცოდი, ოჯახით მივედი, შვილები, მეუღლე, რომ ზოგადად ამ ბატონ ნუგზარის და პრემია ივერიას ღონისძიებები არის ძალიან საინტერესო და ძალიან შთამბეჭდავი და წავედით ოჯახით. და პირველივე გამოცხადებაზე მე გამიყვანეს რომ გადმომცეს ეს გრან-პრი, ისეთ შოკი მქონდა, საერთოდ არ ველოდი და 9 ქვეყნის რამდენი ნაწარმოები, რამდენი წიგნი, კრებული იყო იქ და ვიყავი ძალიან ბედნიერი. რას ურჩევ მომავალში ახალბედა მწერლებს და პოეტებს? ცოტა მერიდება ადამიანებს რამე ურჩიო, ხა როგორ არის, იცით, მე რომ ვიწყებდი და წერდი და თუნდაც ეხლა რაღაც პროცესი რომ წავიდა, რომ ჩამომიჯდეს ვიღაც რა, იმიტომ რომ შენ სამეფოში და შენ სამყაროში, რასაც პოეზია ქვია და რასაც ლიტერატურა ქვია, შენ ხარ მრჩეველიც, ბრძანებელიც, უსტამაშიც და ყველაფერი და ერთადერთ რამეს ვეტყოდი, გავუზიარებდი ჩემ ემოციურ დამოკიდებულებას ამ წერასთან დაკავშირებით. არასდროს არ შეწყვეტონ. შეიძლება ცოტა ვერ გამოუვიდა კარგი, მე აუცილებლად უკეთ, იმიტომ რომ როცა წერ და რამდენიმე თუ გამოგივიდა კარგი, ესე იგი შენში არის ის მარცვალი. ძალიან აი როგორი მარცვალი, რომელიც გაღვივდება აუცილებლად და დღეს თუ არა ხვალ მოგცემს ისეთ მოსავალს. საქართველოში ახლა სადაც ყოველი მეორე პოეტია, ყოველი მესამე მწერალი, ძალიან მახარებს ეს. ანუ რაღაცნაირად ეს ქვეყანა პოეტების ქვეყანად აღვიქვა, მე ესე ვარ. ანუ რეალურად მე მაგალითად მახასიათებს ხა ეს ერთ ნიუანსს გეტყვი რა. მე მახასიათებს მაგალითად და ეს ძალიან უწევს ჩემში. აი ხო არის რაღაცა საკუთარ თავთან, რაღაც მოგწონს, რაღაცა ძალიან ბევრჯერ და ძალიან ხშირად მე ვაზიარებ ხვის ლექსებს ჩემს გვერდზე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ სინაშრომის დაინახო. ეს არის, მე მგონია ეს ისეთი მნიშვნელოვანი. ჯერ ის რომ თუ რაღაცა ძალიან რომ მოგეწონება, როგორ არ უნდა მისცე ტირაჟირების მეტი შესაძლებლობა, რომ შენმა მეგობრებმაც ნახოს, ნუ სოციალურ ქსელში შენმა მეგობრებმა ხო, გაეცნო. აი ეს ადამიანი უნდა იცოდეთ, დაუშვათ. არიან ეხლა თანამედროვე დღევანდელი რეალურად თანამედროვე პოეტები, ვისაც მე რამდენიმე ლექსი განაზიარები მაქვს, ეხლა საშა გველესიაზეც არ ვამბობ, ეხლა საშა რა ვიცი, ვინმეს თუ არ მოწონს, არ მგონია, მაგრამ ისეთები, ვინც ცოტა ვისაც ცოტა ნაკლებად იცნობს საზოგადოება და მიხარია და მე ის მიხარია კიდე რომ გამიმართლა და მქონდა ბედნიერება ფესტივალებზე მონაწილეობის საჭარაში ვიყავი. ზეკარი იყო ესეთი არაჩვეულებრივი ფესტივალი და
როგორც აღმოჩნდა წელს რაღაც დაფინანსება ვერ მიიღეს და ძალიან წუხვარ და ძალიან მინდა რომ ეს ფესტივალი შედგეს. ისეთი საოცარი პოეტები გავიცანი. ოლიგო, ისეთი საოცარი, არც სახელი რო არის და არც გვარი დიდად ეხლა აი ესე საზოგადოებამ აი ესეთი რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ძალიან იჭერები, ძალიან და აქაც ეხლა ამ წელში რომ აღმოჩნდი და ვტრიალებ, იმდენი კარგი პატარა ბიჭები, გოგოები, ძალიან იჭერი ხალხია რა და მადლობა ღმერთს ამისთვის, რომ სულს და გულს რაღაცნაირად მალამოთედება. გაიხარეთ. ოშო, ვიდრე ბლიც კითხვებზე გადავალთ, ჩვენი გადაცემის სახელით მინდა ეს პატარა საკითხები გავიმოხდეს ანიშნე და ეს შენნაირი პატარა რაიმე ძალიან დიდი მადლობა მე რო არა მაგ საჩუქარით ახლა ბლიც კითხვებზე გადავალთ და სწრაფად ჩავიაროთ, კარგი? როგორც შევძლებთ სწრაფად? წიგნი, რომელსაც ყოველ წელს უბრუნდები. დუმბაძის ნებისმიერი. ავტორი, ვისთან ერთადაც ისადილებდი. ავტორი, მარინა ცვეტაევასთან ერთად ისადილებდი. პერსონაჟი, ვისთანაც იმეგობრებდი. ხო, მაგაზე კი არ მიფიქრია. ალბათ ვიმეგობრებდი მარიტასთან. სიამოვნებდი. გიყვარს სუნი? სუნით შევიგრძნო ბევრ ამეს. ამიტომ მიყვარს კი. აი რაც მიყვარს, იმის სუნი გიყვარს. გიყვარს სუნი? ვერ მიყვარს სუნი, რაც მაცოცხლებს რა. მე მაცოცხლებს. მიყვარს სუნი იასამნის. ყვავილებისაც მიყვარს, ნივთების სუნიც მიყვარს. იმიტომ არ დავკონკრეტე, ნივთების სუნიც მიყვარს, ყვავილების მიწის სუნი მიყვარს წვიმის მერე ძალიან. აი და მიყვარს მიწის სუნი წვიმის მერე. აღმოგაჩენინე. სად იწერება შენი წიგნები? ჩემი წიგნები იწერება ყველგან. სახლში, ქუჩაში, ტრანსპორტში. მეგობართან, მეზობელთან, რა ვიცი, ყველგან იწერება ჩემი წიგნები, სადაც მოაქვს. რომელ წიგნს ისურვებდი რომ შენ დაგეწერა? მე ვისურვებდი დონ კიხოტი თომეს. მოტივაციას გაძლევს? საკუთარი თავი და ემოცია, რომელიც სავენიეროდ ძალიან მაღალი ტემპერატურა არ ითქმება ემოციაზე. აი დიდი მუხტით მაქვს, როცა თუ მაქვს ძალიან დიდი მუხტით მაქვს და ეს არის ჩემი მოტივაცია ყოველთვის. ერთი წინადადება ან ერთი სიტყვა, რომელიც შენ ცხოვრებას აღწერს. ურთიერთობები. პიგობიჭის თავგადასავალი არის ეკოლოგიურ საგანმანათლებლო ზღაპარი, რომელიც ბავშვებს სიყვარულით ასწავლის მომავალზე ზრუნვას. ზღაპრის ავტორია თამარ ფაკაძე. წიგნი გააფორმა პატარა მხატვარმა მარიამ პატაშვილმა. მისი შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტ მაღაზია ქანზელში. დიდი ხანია არ გიკითხავ ჩემთვის როგორ ვარ. გადავალაგე ოთახები უკვე მეათეთ და პანჯარასთან მისასვლელი გზა რომ მომწონდა არ დავიტოვე, რომ არ ვიდგე ისევ დილავდე. ჩამოვაშორე სადარბაზოს ფოსტის ყუთი და არც წერილებზე გიპასუხებ, თუმცა აღარ მწერ, გამოგიგლიჯო, საბოლოოდ მინდა გულიდან და არ გამომდის, ვერ ვახერხებ, თითქმის ვერასდროს. კარზე კაკუნი გამოვაღე, დამხვდა პატარა, გამურულ სახეს იფარავდა შავი თითებით, დამეხმარეთო ისე მითხრა, გამომატარა ყველა ნაბიჯი, რასაც გრძნობდა, რასაც მიხვდები. ფული მივეცი და მინდოდა მიმეცა პურიც, რომ კარადაში დამხვდა, მხოლოდ 2 ნაჭერი და მაშინ მიხვდი ის სისუსტე, რომელსაც გრძნობდი, იყო შიმშილი უმადობით, სხვა არაფერი. დაუბორიალო, უთქმელობით ღამენათევი დუმს ყველაფერი, უჰაეროდ, რჩება ოთახი, დიდი ხანი არ გეკითხავს, ჩემთვის როგორ ვარ, მე გეკითხები კი არა და ყვირი, გეძახი. მოკლედ, ეხლა გადაცემის დასასრულს მინდა გთხოვო, მოუნიშნო ჩვენს მაყურებელს წიგნი და რეკომენდაცია მისცე, რომელ წიგნს წაიკითხავდი. აი ხა მოვნიშნავდი დოგვის მარცვალს. ოშოს. დიდი მადლობა ოშო. კი. დიდი მადლობა. ეკუთვნის ჩემ განას.
დიდი მადლობა თქვენ მსმენელს სტუმრობისთვის. და მაყურებელს რომ თუ დაგვითმოთ დრო და მოგვისმინა. მადლობა ყველაფერს. ეს იყო გადაცემა სანიშნე და შეგახსენებთ რომ ჩვენ ვაცოცხლებთ წიგნებს. თუ კი თქვენ არ გინდათ წიგნები და აღარ გსურთ მათი სახლში ყოფნა, არ გადაყაროთ, მოგვიტანეთ ჩვენ და ჩვენ მათ ახალ სიცოცხლეს მივცემთ. მადლობა რომ გვიყურებთ.